ჩვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 22 ივნისია შაბათი მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. ჩვენ ოჯახებით ვერ ბრძოდით წინა ხელისუფლებას და ახლაც ოჯახებით ვართ თანამდებობებზე. რა არის გასაკვირი? აცხადებენ აჭარის მთავრობაში, სადაც გვაროვნული წყობა ფეხს ისევ იგდავს. ივანიშვილს პატიოსანი ხალხი აკლია და კადრები ხავს შესარჩევი. მიიჩნევენ რუსეთში მოღვაწე ქართველები. ისინი მზად არიან ფული ჩადონ საქართველოში, თუმცა მთავრობისგან შეთავაზებას ელოდებიან. მთავრობა აგროსფეროში პირველ მიღწევებზე საუბრობს რეფორმის წარმატებაზე, თუმცა ფერმერთა ნაწილი ჯერ ისევ პრობლემებს ებრძვის. დაპირებულ რეფორმას კი მხოლოდ ელის. პრემიერი ამას უარყოფს და გმობს, თუმცა მთავრობა პოლიტიკურ ნიშნითაც დევნის კადრებს და მათ საკუთარი ნათესავებითაც ანაცვლებს. აჭარაში ამან ღიად გაცხადებული სამთავრობო კურსის სახეც მიიღო. მასალა ჩვენ ბათუმის 25 არხთან ერთად მოამზადეთ. მიშა სესიაშვილი იყო იქ ჩასული. აკაკი, სანამ სიუჟეტს წარმოგიდგენთ, ალბათ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ პრემიერმა პროგნოზიც გააკეთა, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე შესაძლოა დანიშნვის ერთ-ერთი კრიტერიუმი ნათესაობა ან ნაცნობობა ყოფილიყო და რომ ამას საქართველოში პრინციპში ვერ გავექცევდით. და ასეც ხდება კიდეც აჭარაში, ჩვენი ოჯახებით ვებრძოდით წინა ხელისუფლებას და ახლაც ოჯახებით მოვედით სამართავად, ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. ვინც იყო ჩემი ოჯახის წევრი, მანამდეც მუშაობდა იმ სამინისტროშია მამა ჩემი, მერიაშია ჩემი დადა, იუსტიციის სამინისტროში, რომელიც ჩვენ აჭარას არ ექვემდებარება პირდაპირ, არის მეუღლე. თუმცა არჩილ ხაბაძეს გამორჩა, რომ ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ მისივე სიმამრის ნათესავი არჩილ სირაბიძე ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, ხოლო ვაკანსიის დაშვებაზე ხელი თავად აჭარის მეთაურმავე მოაწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე ყველაზე მეტი ნათესავ მეგობარი მაინც ბათუმის მაჟორიტარ მურმან დუმბაძეს ყავს, რომელსაც ხუმრობით ქალაქში კადრების მენეჯერსაც უწოდებენ. მურმან დუმბაძის დეიდაშვილი როსტომ შერვაშიძე რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეა. დისშვილი გიორგი გორაძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასისტენტი, ხოლო ქვისლის სულიკო თებიძე განათლების მინისტრის პირველი მოადგილე. მთავრობაში მეგობრები და ოჯახის წევრები მურმანის ძმას ნუგზარსაც ყავს. არჩევნების შემდეგ მისი მეგობარი ნუგზარ სურმანიძე ჯანდაცვის მინისტრი გახდა. მეუღლე უზენაეს საბჭოში დაინიშნა, ცოლის ძმა კი ქედის პოლიციის უფროსი გახდა. ნუგზარის ბიზნეს პარტნიორია მერაბ ცირაბიძეც, რომელიც აჭარის ამჟამინდელი მეთაურის არჩილ ხაბაძის სიმამრეა. ერთ ფუთმარილს რომ ადამიანთან შეჭამ, ის ან ნაცვლი გახდება, ან ნათლი გახდება, ან მეგობარი გახდება, ან ბიძაშვილი გახდება, ან სიყვარული გახდება, ურთიერთობა ამით დინდება. უცნობს არავითარ შემთხვევაში რეკომენდაცია არ მიწევს. მე რეკომენდაციას ვაძლევ მხოლოდ ნაცნობებს. მხოლოდ უცნობს არ ვაძლევ რეკომენდაციას. ადგილობრივი ხელისუფლების დაკომპლექტებაში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის მურმან დუმბაძის ძმასაც და როგორც ჩანს, მანვე გაუწია რეკომენდაცია თავისი პარტნიორის სიძეს და დღეს უკვე აჭარის მთავრობის მეთაურს არჩილ ხაბაძეს. არჩილ ხაბაძე ქართულ ბანკში მუშაობდა და ის ბიძინა ივანიშვილის ბანკის მმართველი იყო და მურმანის სტუდენტი იყო, ვიცნობდით როგორც კარგ მენეჯერს. ერთ-ერთი კანდიდატურა შესთავაზეს, ბიძინამ დამტკიცებეთი არაფერი აქვს. მერაბის ბიძაშვილიც ყავს და მამიდაშვილიც, მაშინ იმას დავასახელებთ, რატო არ დავასახელებთ? ეს შევარჩიეთ, იმიტომ რომ კარგი ფინანსისტი იყო, მარინა ბერიძე ჩემი მეუღლეა და მას ეკუთვნოდა. იმიტომ რომ მარინა ბერიძე 2003 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ყველა რევოლუცია იყო არჩევნებში. საბჭოს მეთაურის განმარტებით კი სხვადასხვა თანამდებობებზე ნათესავების ან ბავშვობის მეგობრების წახალისება სულაც არ ნიშნავს კონკურენციის ჩახშობას. იმიტომ რომ ჟურნალისტი, ნაცნობი და მეგობარი მე სხვაც ყავდა. გამიგე? მაგრამ მე კონკურენციაში შევიდა ვახტანგ თაუბერიძე იმ სხვასთან. მე თანაკლასელები მყავს 20. მათ შორის ჟურნალისტი არის 1-2, სხვათა შორის. ამ კონკურენციაში ამას გულისხმობ? ხო, ამას გულისხმობ. ადამიანები ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში, აბა ვის ვანდობ ჩემს ძვირფას სიცოცხლეს. კი, ძღოლი ჩემი სიძია. ადმინისტრაციულ და არაპოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნვის კიდევ ერთი კრიტერიუმი წინა საარჩევნოდ გამოვლენილი ბრძოლის უნარიანობა გახდა. მე არ დაგიმონებდეთ ჩემი პირადი სურვილი იყო. პირველ რიგში, ჩემი პირადი სურვილი იყო ყოფილიყავი მე-10 წელია თანდათან მიგვიდებოდა ამის სურვილი. რატო გაგიჩნდათ ამის სურვილი? რატო გამიჩნდა და ვარ კონსერვატორი მებით. მიყვარს ქაღალდები ძალიან ძველი. დავწერე განცხადება, მიგმართა განცხადება თავრობის თავმჯდომარეს და
არჩევანი შეჩერდა ჩემზე. გურმან დუმბაძეს გადაწყვეტილება, გურმან დუმბაძის სურვილი იყო, გადაწყვეტილება იყო ბატონი არჩევის. მე ვიყავი ქართული ოცნების აჭარის პრესამსახურის ხელმძღვანელი. საკმაოდ კარგი შედეგით დავდები ესე მგონია ჩემს მეგობრებთან და ჩემს კოლეგებთან ერთად და ჩემს თანაპარტიელებთან ერთად. ამის შემდეგ მე როგორც ჟურნალისტი, როგორც მედიასთან 17 წლის გამოცდილება მაქვს. გადაწყვიტეს რომ ჩემი სურვილიც იყო, გადაწყვიტეს რომ დავსაქმებულიყავი. იმ გუნდმა, ვინც მოვედით, ყველა ასე იბრძოდა, ოჯახებით, ცოლებით, ნათესავებით და თუ სადღაც აღმოჩნდება მეუღლე ერთ ადამიანზე და ისა თანამდებობაზე და ისა ქმარი ერთ თანამდებობაზე და ცოლი მეორე თანამდებობაზე, ეს ხო არ ნიშნავს ნეპოტიზმს. ამ ხალხს კომპეტენცია აქვს, განათლება აქვს, ბრძოლის უნარიანები არიან და ვიღაცა თვლის ჯემალ ფუტკარაძემ ჩათვალა რომ მისი აპარატის უფროსად უნდა ყოფილიყო ლეილა ღობერიძე. ხო და ის არის ჩემი მეუღლე, ახლა ამით ხარ დაუშავდა არაფერი ჩემი მეუღლეა და ამიტომ დაინიშნა. აჭარის ავტონომიაში გამეფებული ნეპოტიზმის შესახებ ტელერეპორტაჟი პირველად TV25-მა მოამზადა. თუმცა გადაცემა დიალოგის ავტორი ამბობს, რომ მას შემდეგ მთავრობის საკადრო პოლიტიკა არ შეცვლილა. დღეს აჭარის საკადრო პოლიტიკაში დასაქმების უმთავრესი კრიტერიუმები იყო ნაცნობობა მურმან დუმბაძისთან და მსგავს გავლენიან ტიპებთან. ანუ ეს საკადრო პოლიტიკის სიახლეები აისახა როგორც აჭარის ხელისუფლების დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, თქვა შუახევის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ თქვა, როცა დაინიშნა ახალი გამგებელი, 100 თანამშრომელმა ერთდროულად 100 თანამშრომელმა ერთდროულად ერთ დღეს დაწერა განცხადება და მოითხოვა სახლში წასვლა, რაც ბუნებრივია ნაკლებ დამაჯერებელია, იმიტომ რომ არსებული მუშავრობის პირობებში არ შეიძლება ამდენ ადამიანს ერთდროულად მომუდეს სახლში წასვლა. აჭარაში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის მიხედვით რეგიონში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მხოლოდ ის პირები დაინიშნებიან, ვისაც საჯარო სამსახურში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს. მანამდე კი შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი კვლავ ნაცნობობაა. იმ ფონზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იკლებს, ცხადია, მთავრობას კვალიფიციური კადრები ძალიან ჭირდება და ამაზე ექსპერტებს გარდა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიც საუბრობენ. მიხეილ ხუბუტიას სკაიპით ვესაუბრებ და ის აცხადებს, რომ ყველა მზად არის ფული სამშობლოში დააბანდოს, თუმცა მნიშვნელოვანია პრემიერის გვერდში პატიოსანი კადრები იხილონ. ყველა ელოდება, რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნებს. ოქტომბრის არჩევნების მერე ძალიან ბევრი ვაპირებ ჩასვლას და სხვადასხვა სფერო დავინაწილოთ როგორც რომ მოვიხმაროთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოს და ჩავდოთ ინვესტიციები. აი კომუნიკაცია მთავრობის მაღალ ეშელონებთან მიდის ამ თემაზე ქართულ მხარესთან? ჯერჯერობით მაგას ვერ ხედავ სამწუხაროდ, მაგრამ მე მგონი იქნება, იმიტომ რომ მე მითხრეს რომ მუშაობენ ამ თემაზე და იქნება რაღაც პასუხები და შემოთავაზებები და ვნახოთ. ისად ფიქრობთ რომ შეიძლება იყოს ინვესტორისთვის საინტერესო ფულის დაბანდება. ძალიან მოინტერესებს რომ გავაკეთო ძალიან კარგი სამონადირეო მეურნეობა, სადაც ჩამოვლენ საზღვარგარეთიდან სტუმრებიდან, სადაც პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლება დაპატიჟებს მათ და ასე ამონებს. იქნება ძალიან მაღალი დონის, იმიტომ რომ მე ვიცი აზერბაიჯანში იყო ესეთი პრეცედენტი, როდესაც მათ გახსნეს სამონადირეო მეურნეობა და ალიგბეროს ჩაყავდა ხოლმე ძალიან მდიდარი ხალხი. და ეს მდიდარი ხალხი რაღაც ესე იგი რაღაც ბიზნესებს აკეთებდნენ. ეხლა სადაც მე სამონადირეო მეურნეობა მაქვს ხო ჯვართან, ენგურგესთან მან ინვესტორები რო ჩავიდნენ, მან ისეთი სილამაზეა, მან რო ჩავიყვანოთ, ესე იგი ყველას მოეწონება და ყველა შეეცდება ან სასტუმრო, ან რაღაც გააკეთოს. თუ გაქვთ საშუალება მაგედან, რომ აი თვალი ადევნოთ იმ რეფორმებს, რომელსაც ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს და აი ზოგადი შთაბეჭდილება როგორ იქჩებათ? ყველაფერს დრო ჭირდება, იმიტომ რომ თვითონ ნიჭიერი კაცი რო არ იყოს, ძალიან ნიჭიერი კაცი რო არ იყოს, მაგდეს ვეღარ მიაღწევდა, მაგრამ ძალიან მეშინია გარემოცვის და მიხვდება ალბათ ყველა ხელისუფალი ცulis ხოლმე გარემოცვას. იმიტომ რომ პირველ რიგში აი როგორ გითხრათ, დაიკარგა უკვე ჩვენში საქართველოში და აქაც სხვათა შორის რუსეთში პატიოსანი ადამიანის ხსენება. აი პატიოსანი ადამიანი უკვე ბავშვებს წარმომდგენელი არ აქვს, პატიოსანი ადამიანი ვინაა? ესეთი პატიოსანი პატრიოტები გჭირდება პოლიტიკაშიც და ყველგან.
ამ ეტაპზე სტატისტიკა რუსეთიდან ინვესტიციების მხოლოდ კლებას აჩვენებს. წელს პირველ კვარტალში სულ 6 მილიონი შემოვიდა, შაშანკი ჯამში 25 მილიონი, მაშინ როცა 2011-ში ორჯერ მეტი 55 მილიონი იყო. აკაკი სამაგიეროდ რუსეთისადმი ახალი პოლიტიკის შედეგად იქ ქართული ღვინო ბრუნდება და ეს სომეხ მწარმოებლებს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს და სტრატეგიის უნგრევს. ისინი რუსეთში ღვინის ფართომასშტაბიან ექსპორტს გეგმავდნენ, ახლა კი როგორც სომეხ მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ბროწეულის ღვინოზე მოუწევთ გადართვა. გულახდილად გეტყვით, ის რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარს დაუბრუნდა, არც ისე კარგია ჩვენთვის. როდესაც საქართველოს რუსული ბაზრიდან გამოვიდა, გაგვიჩნდა იმედი, რომ ამ თავისუფალ ნიშაში გარკვეულ ადგილს ჩვენც დავიკავებდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 2006 წლიდან ჩვენ რუსეთში 600,000 ბოთლის ექსპორტი მოვახდინეთ, გასულ წელს კი მხოლოდ მილიონი ბოთლის. მაშინ როცა საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად დიდი იყო და რა თქმა უნდა, სომხური ღვინო მისი კონკურენტი არ არის და ვერც გახდება. დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ კონიაკის მწარმოებელმა ბიზნესმენებმა ახალი სეგმენტის, ღვინის სეგმენტის ათვისება გადაწყვიტეს და აქტიურად დაიწყეს ქარხნების მშენებლობაც. როგორ ფიქრობთ, ქართული ღვინის დაბრუნების შემდეგ რა ბედიელის ამ პროექტს? ღვინის ბიზნესში მართლაც დიდი ინვესტიციები ჩაიდო. მოხდა ქარხნების აღჭურვა და გადაიარაღება, რამაც კარგი პერსპექტივა შეგვიქმნა, რომ უკეთესი ღვინო გვეწარმოებინა. მთავრობამ სპეციალური პროექტით შეემუშავა რუსეთში ექსპორტის გაზრდის თაობაზე, მაგრამ ქართული ღვინო რუსეთში ბრუნდება და ვთვლით, რომ ჩვენი გეგმის განხორციელება შეუძლებელია. ქართველები ახლა უკვე ხარისხიან ღვინოს მიაწვდიან რუსულ ბაზარს და სომხური ღვინისთვის ცუდი პერსპექტივა შეიქმნება. უკეთეს შემთხვევაში სომხეთი უახლოესი 5 წლის განმავლობაში 3-4 მილიონი ბოთლის ექსპორტს შეძლებს, მაგრამ პარალელურად მკვეთრად გაიზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. ამიტომ კონკურენცია ძნელი იქნება. ჩვენ სტრატეგიას ვცვლით და ყურძნის ნაცვლად ხილის ღვინის წარმოებას ვგეგმავთ. ყველა მსხვილი მწარმოებელი უკვე გადაერთო ბროწეულისა და გარგრის ღვინის წარმოებაზე. უკეთესი რა თქმა უნდა ბროწეულია, რადგან ის ყურძნის ღვინოზე ძვირი და უფრო მომგებიანიცაა. სოფლის მეურნეობის ახლა დანიშნული მინისტრი ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში ფერმერებს რეფორმის შედეგებს აცნობს. ჩვენც იქ ვიყავით და ვნახოთ როგორ აფასებს მთავრობა ამ სფეროში არსებულ სიტუაციას. აკაკი, აქვე დავამატებ, რომ კორუფციის ბრალდებით ამოწყების ჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან კვლავაც და ეს რეფორმას ერთგვარად ჭდილსაც აყენებს. თუმცა ახალი მინისტრი მიიჩნევს, რომ ის მაინც პოზიტიურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ნაკეთები იყო მეტეორად, წელს აი 2 წელიწადი აქვს და აი მასიურად იხუნება და იცესება ყველაფერი. შარჟა რო დაგენახა ტირილი მოუდებოდა ხალხსა. გახრიოკებული იყო 80% ნაკვეთი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩატარებულ საგაზაფხულო სამუშაოებს ეცნობა. სახელმწიფოსგან მიწის დასამუშავებლად პირდაპირ დახმარება 700,000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. გაიწმინდა საირიგაციო არხები. გაცემულია 35 მილიონ ლარამდე შეღავათიანი სესხი. შარშან ხელს მოვედი, იყო კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 280,000 ჰექტარი მიწის სავარგული შეიძლება მოირიცხოს თვითდინებით. სამწუხაროდ შარშან მხოლოდ 24,000 ჰექტარი ირიცხვა. უკვე მაისის მდგომარეობა ამას დაემატა 18,500 ჰექტარი, 24,000 ზემოდან 18,500 ჰექტარის დამატებით მიეწოდა წყალი და მიზანი არის რომ მხოლოდ ამ წლის ბოლომდე დაახლოებით 70,000 ჰექტარი ჯამრულად იქნება გასარწყავიანი. მხოლოდ ნაკვეთების მოხსნა და სარწყავის სისტემის გამართვა გლეხებს არ აკმაყოფილებთ. ისინი ახლა უკვე გასაღების ბაზარზე ფიქრობენ. ალბათ ბაზარის გამოგვიჩნდება თავისთავად. მთავრობამ როგორც იზრუნდა და მოგვეხმარა ჩემი აზრით, ისიც გასაღებაშიც მოგვეხმარება. გასაყიდი ბაზრები კარტოფილისა არ გვიჭეს, გადის, მაგრამ ახლა ძირითადად კენკროვანიც გვინდა რომ ჩავყარო და კენკროვანზე თუ მთავრობა ჩვენ დაგვეხმარება, ადრე გქონდა ჩვენ მუშაობდა მაშინ საკონსერვო ქარხნები, ასე ვთქვათ. ვაბარებდით მაშინ ხალხი აქ მეტწილს ტყემალი იყო, ალუნჩა იყო, გარგალი, ბალი. ეგრეთ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამის რეალიზაცია უჭირს ხალხს. ვეღარ გადის, ბაზარი უნდა. ნიურის თვითღირებულება სადღაც 90 თეთრიდან 50-მდე მერყეობს და შესაბამისად იმპორტირებული საქონელი, რომელიც ჩინეთიდან, ინერიდან, თურქეთიდან შემოდის, არის ხოლმე შემთხვევები, რომ 50 თეთრადაც და 60 თეთრადაც იყიდება. რაღაცნაირად ისე უნდა მოხდეს, რომ ეს იმპორტირებული საქონელი არ იყოს თვითღირებულებაზე ოდნავ მეტი მაინც იყოს, რომ ისე მოხდეს, რომ გლეხს კონდეს სტიმული, რომ აწარმოოს და შესაბამისად გადაყრილი ფული არ გამოვიდეს ამ საქმეში.
გასაღების ბაზრის ძირითად რესურს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ხედავს. ფიქრობენ, რომ საზღვარზე იმპორტული უხარისხო პროდუქციის გაჩერებით მოთხოვნა ადგილობრივ ნაწარმზე გაიზრდება. დიდი საშუალება არის შეტანილთა შენაცვლებისა, იცით რომ არის მუშაობდა ახალი საექსპორტო ბაზრებზე და რუსეთის ბაზარი ფაქტობრივად გახსნილია და პირველი პროდუქცია უკვე წასულია და გვაქვს იმედი რომ ამ მიმართულებითაც დაიძურება ქართული პროდუქცია და ამას გარდა ერთი რამ არის ფაქტი. ჩვენ 700,000-ზე მეტ ოჯახს მათი საბრუნავი საშუალო ხარჯების დაახლოებით 40% დაუფინანსა. მათ მიცემ საშუალებას, რომ აწარმოონ და გაყიდონ კონკურენტული ფასის მქონე და ხარისხიანი ქართული პროდუქცია. გლეხის მიერ მოყვანილი ხარისხიანი და იაფი პროდუქტი მსხვილ ფერმერებს აშინებთ. მეწარმეებს, რომლებიც ასეულობით ჰექტარს სამუშაობენ და სოფლის მეურნეობის ძირითად ბირთვს ქმნიან, სახელმწიფო ჯერ არ დახმარებია. მათ ბანკებიდან უკვე აქვთ ძვირი კრედიტი აღებული, რომლის იაფის ესხით გადაფარვა არ ხდება. ეს კი არაკონკურენტულ პირობებში აყენებთ. ჩვენთან ჯერჯერობით ფერმერის დახმარებას ვერ ხედავ, ვერც წინა, ვერც დღევანდელ ხელისუფლებაში. თუნდაც იგივე ტექნიკის მხრიდან, თუნდაც იგივე სესხების მხრიდან, ყველას თითქმის ჰქონდა დავალიანება ბანკთან, რომელიც გადაფარვაც ვერ მოხდა ახალი სესხით და დარჩა ისევ ის პროცენტი, რა პროცენტიც ჰქონდა. პირიქით ფერმერებისთვის ამ სიტუაციაში გაუარესდა სიტუაცია. გლეხს დაეხმარენ, რომელსაც ფაქტიურად უფასოდ მოუყანეს ფაქტიურად პროდუქტი და გაიაფდება პროდუქტი ფერმერისთვის, ეს კიდევ ერთხელ ზიანის მომტანი იქნება. კმაყოფილი გლეხები მომავალი წლიდან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის გაგრძელებას ითხოვენ. სული ფერმერები იაფ კრედიტსა და ტექნიკას. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა კი ამჟამად მელიორაციის, ლიზინგისა და ჯიშთა სელექციის პროგრამების გაფართოებაა. ასე ხედავს მთავრობა და ფერმერთა ნაწილი აგროსფეროში რეფორმის პირველ შედეგებს, ხოლო როგორია ფერმერთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი გაერთიანების წევრთა შეფასება, ამაზე ახლა თემურ კობახიძე, ალგეთში მსხვილი ეკომწარმოებელი ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო თემურ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია 35 მილიონამდე სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც მიიღეს სოფლად მოხვნისა თუ თქვათ სასუქების სახით, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რეფორმაში არის ეს მილიარდიან ფონდში, აგროფონდში, რა თქმა უნდა, იაფი კრედიტების პროგრამა, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, იყო პრობლემები, რომელზეც ასოციაცია ამახვილებდა ყურადღებას თავისი 700 წევრი ფერმერით, მაგრამ მას შემდეგ იყო შეხვედრა პრემიერის ბანკებთან, რომ თქვათ უფრო მეტი სესხი გაცემულიყო უფრო მარტივად. შეიცვალა თუ არა რამე აი ბოლო ერთ თვეში თქვენ ნახევარში? მოკლედ ვიტყვი, ფაქტიურად არაფერი არ შეცვლილა. 700 ფერმერზე მეტი არის ჩვენ ასოციაციაში გაწევრიანებული. სულ რამოდენიმე მაიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ისეც მეორე კომპონენტში. ფაქტიურად ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპებით, ძალიან დიდი სირთულეებით მიმდინარეობს. მე ვეცდები, რომ ჩემ პრობლემებზე აღარ ვისაუბრო, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში მე-6 ეთერი არის საქართველოს სხვადასხვა ტელევიზიებით. ესე იგი სიტუაცია არის ესეთი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოიხსნა პასუხისგებლობა აი ამ აგროკრედიტზე, მთლიანი დისკრეცია საკითხის გადაწყვეტისა, ეს იქნება ფინანსური საკითხი, იქნება ეკონომიკური საკითხი თუ პროექტის საინტერესოების საკითხი, გადაულოცა ბანკებს. ეს თავიდანვე ითქვა, რომ ბანკები იქნებოდა მთავარი შემფასებელი. მაგრამ ეფექტი აქედან ჩვენ ვერ მივიღეთ. ეხლა 700-დან თქვენ ფიქრობთ, რომ თქვა ბანკებს კომპეტენცია აკლიათ თუ კიდევ სხვა რა მიზეზს ხედავთ? არ არის, აქ უბრალოდ როგორი მომენტია, იცით, უნდა მოხდეს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, იმიტომ რომ უამრავი ფერმერი არა მარტო ასოციაციაში გაწევრიანებული, არამედ ასოციაციის მიღმა მყოფი მე პირადად მიკავშირდებიან და ძალიან აწუხებთ ის მომენტი, რომ აი ამ ხელა საქვეყნო პროექტი, რომელიც მართლა ესე ავიტაცეთ სულ ყველამ და ფარში დაუდექით სახელმწიფოს, რაღაცა მიზეზების გამო ფერხდება. მიზეზები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ ერთ მიზეზს ვიტყვი. ეს მიდგომა, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს, რომ ბანკებს აძლევს უფლებას ყველაფერი განსაზღვროს, თვითონ არ ერევა არაფერში, აბსოლუტურად. ბიზნესი ეს თემა არ ეხება მარტო იმ თემას, რასაც მაგალითად კონკრეტულად კრედიტის გაცემა ქვია. ესე იგი, მთლიანად ეს დემოგრაფიულ საკითხს ეხება, სოციალურ საკითხს ეხება, მათ შორის უბრალოდ ადგილზე უნდა ჩავიდნენ და ნახონ, რომ გაერკვიონ სპეციალისტები მარტო ოფისებში კი არა. ანუ თქვენ მიჩნევთ, მთავრობამაც უნდა დაუსახოს რაღაც პრიორიტეტები, მაგრამ მეორე საკითხია, რომ სტატისტიკა, რაც ბანკებმა თქვათ ხელმისაწვდომი გახადეს, დაახლოებით 12 მილიონი ლარის სესხია მაინც ამ პროგრამის ფარგლებში
გაცემული. ვინ არიან ეს ფერმერები, მიმღებები ამ სესხის ძირითადად? მე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ჩემი ბიზნესი ითვლება სტარტაპად და მე მივედი სააგენტოში და თხოვე ერთადერთი თემა რა, აი უბრალოდ მაგალითი მომყავს და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ერთი სტარტაპის ბენეფიციარის ტელეფონის ნომერი ან მისამართი მოეცათ. მითხრეს, რომ ეს არის დახურული ინფორმაცია, კომერციული საიდუმლოება და ამ ინფორმაციას მე არ მიმისწვდება ხელი. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხს, მე მივესალმები, ვინც აიღო ეს მსხვილი კრედიტები, მადლობელი ვარ თქვა იგივე ბანკების, იმიტომ რომ აქ ამ ბაზარზე კონკურენცია არ არსებობს, იმიტომ რომ 80% სასურსათო ბაზარი ამჟამად ამ წუთში არის დაკავებული უცხოური იმპორტირებული საქონლით. მე ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ძალიან დიდი მოლოდინი იყო და ისეთი ფერმერები, არა მარტო სტარტაპის მქონე ფერმერები, არამედ უკვე მომქმედი ფერმერები, სამცხე-ჯავახეთში, მაგალითად ურაველში არის უნიკალური ფერმა არის ადამიანი და 300,000 ლარის ფარგლებში უნდა გაფართოვება ფერმის. 2 თვეზე მეტია ელოდება ბანკის გადაწყვეტილებას. ამ საკითხში უნდა ერეოდეს სახელმწიფო. მე მაგალითად ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა, იმიტომ რომ ცალკე დისკრეცია ბანკებზე მიცემის, ეს უკვე იწვევს ჩვენში იმ თემას, რომ მე მაინტერესებს, ვინ განსაზღვრავს აგრარულ პოლიტიკას ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ საბანკო სექტორი. თქვენ როგორც ასოციაცია ხართ მნიშვნელოვანი ძალა ამ ბაზარზე და გაქვთ თუ არა რაღაც კონსულტაცია ამ ცდელობა, რომ თქვენი აზრი გაუზიაროთ, გნებავთ მთავრობას, გნებავთ პარლამენტში აგროს კომიტეტს. მე პირადად მე კი ვარ ასოციაციის წევრი, მაგრამ მე ვილაპარაკობ ჩემი სახელით და არა ასოციაციის სახელით. თქვენი თქვათ კოლეგა ფერმერებთან ერთად თუ მიგიმართავთ? მე პირადად, ესე იგი, ყველა საქმის კურსში მყავს ჩაყენილი. პარლამენტის აგრარული კომიტეტის საქმის კურსში არის. შემოთავაზებები 1000 სიტყვიერად, რომ აი სხვანაირად უნდა მიუდგეთ, ესე უნდა გაკეთდეს, სხვანაირად არის ეს საქმე. არ არის ესე მარტივად. ესე იგი, ის რაც კეთდება, ხო, საქვეყნოთ და რაც, რა ვიცი, სასწაული რაღაცები კეთდება, ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ეს სექტორი თუ არ განვითარდა, თუ არ გაჩნდა იაფი რესურსის ხელმისაწვდომობა ბაზარზე, უბრალოდ 700 ფერმერი, რომელიც ელოდება ამ კრედიტს, თვეებია უკვე ელოდება, პასუხს ვერ ცემენ. მე მაგალითად ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული, იმიტომ რომ არც ერთი ბანკი სტარტაპს არ მიფინანსებს და არც დამიფინანსებს და მე მაინც გავაკეთებ ამას და ყველაფერი, მაგრამ სხვებმა რა ქნან. გასაგები, დიდი მადლობა. მადლობთ. იმედია შეიცვლება სიტუაცია. ნახოთ რეკლამის შემდეგ ჩართვა ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც ამ წუთებში შეიძლება უკვე დასრულდა, მაგრამ დღეს დაიწყო საყოველთაო დაზღვევის ახალი პირობების გამოქვეყნება. და მათი შეფასებაც სადაზღვევო კომპანიათა მხრიდან. ავერსისა და არქიმედეს ჯორჯიას პირველი პირები გვეტყვიან, რას შეცვლის ასეთი დაზღვევა თქვენთვის და მთლიანად სამკურნალო ბაზრისთვის. დაგველოდეთ, ეს მნიშვნელოვანია. განაგზოთ ბიზნეს კურიერს 1 ივლისიდან ქვეყანაში ყველა და თითოეული დაზღვევას ახალი, უფრო ფართო პირობებით მიიღებს. მათზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ დღეებში დაასრულა და დღეს აქვეყნებს. თამუნა დემეტრაშვილი იმყოფება სამინისტროში და დეტალებსაც მისგან შევიტყობთ. თამუნა, თუ გამოქვეყნდა უკვე სრულად ეს პირობები და თუ შეგიძლია მოკლედ გითხრა რა არის? სამედიცინო საზოგადოებასა და სადაზღვევო კომპანიებისათვის ჯერ ცნობილი არ არის, ახლა არის შესვენება ამ ეტაპზე, სწორედ შესვენების დასრულების შემდეგ უნდა გააცნოს სამინისტრომ ის პირობები, რომელიც 1 ივლისიდან შევა ძალაში. პირველი ეტაპი ღონისძიებისა დღემდე არსებული პროგრამების შეჯამება იყო. ჩვენთვის კი უკვე ცნობილია ის პირობები, რომლებითაც ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები 1 ივლისის შემდეგ და ის დაფინანსება, რასაც სახელმწიფო მოახდენს მათი ჯანმრთელობისას. დავიწყოთ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, დავიწყოთ ლაბორატორიული ანალიზებით, თუ აქამდე არსებული პოლისით მხოლოდ შარდის და სისხლის ანალიზია საფინანსებდა სახელმწიფო, ამჯერად ეს ჩამონათვალი იზრდება, კერძოდ ქოლესტერინი, ლიპიდური პროფილი, კრეატინინი და კიდევ რამდენიმე სახის ანალიზი, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს. გარდა ამისა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სინჯები, ეკოსკოპია და გულმკერდის რენტგენოგრაფია ამ სერვისებს სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს. გარდა ამისა,
დაფინანსება მოიცავს ექიმის მიერ დანიშნული ექიმ სპეციალისტის კონსულტაციას. ეს არის 8 ექიმი, ეს არის ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და უროლოგის კონსულტაციები, რომელთაც სახელმწიფო ასევე 70%-ით დააფინანსებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმიური ოპერაციები 1 ივლისიდან ძალაში შევა და მას სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს. ასევე დაფინანსება მოიცავს ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის ყველა ტიპის გამოკვლევას. და უნდა აღინიშნოს, რომ გეგმიური ოპერაციების წლიური ლიმიტი არის 15,000 ლარი. რაც შეეხება მცირე ასაკის, ანუ ნეონატალური ასაკის ბავშვებს და 18 წლამდე ასაკის ბავშვების კარდიოქირურგიას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მას 100%-ით დააფინანსებს. 1 ივლისიდან ასევე ამოქმედდება ონკოლოგიური პროგრამაც 80%-ით დააფინანსებს 18 წლის ზევით მყოფი ადამიანების ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას და გამოკვლევებს სახელმწიფო, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების კი 100%-ით. ამ შემთხვევაში წლიური ლიმიტი არის 12,000 ლარი. და ბოლოს ეს არის მშობიარობის პატრონაჟს სახელმწიფო აიღებს 500 ლარის ფარგლებში. ასევე თუ კი სამედიცინო ჩვენებით აუცილებელია საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მას 800 ლარით დააფინანსებს. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ცვლილებები არის იმ დაზღვევის პაკეტთან შედარებით, რომელიც აქამდე მოქმედებს, კერძოდ ეს არის სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერების შემთხვევაში, მაგალითად, პენსიონერების შემთხვევაში ონკოლოგიაზე არის ლიმიტი 15,000, ამ შემთხვევაში კი 12,000, ხოლო გეგმიური ოპერაციებს პენსიონერების დაზღვევის შემთხვევაში სახელმწიფო 80%-ით აფინანსებს, ხოლო ახალი პროექტით 70%-ით და ამ შემთხვევაში არ შედის წამლების დაფინანსებაც. ეს არის ის პირობები, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ და ფაქტობრივად ამ შემთხვევაში ამოვარდნილია სადაზღვეო სექტორის როლი, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკვე დაიწყება კონსულტაციები სადაზღვეო სექტორთან და სახელმწიფოს არანაირი გეგმა არ აქვს იმისა, რომ სადაზღვეო სექტორი საერთოდ ჩამოაშოროს ამ სისტემას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მინისტრის კომენტარი. სადაზღვეო კომპანიები აუცილებლად დარჩებიან სადაზღვეო ბაზარზე, სამედიცინო მომსახურების ბაზარზე, მათთან გვაქვს კონსულტაციები. ეხლა იგეგმება უფრო დაწვრილებითი და ინტენსიური ორთვიანი კონსულტაციების და მუშაობის პერიოდი და მათთან შეთანხმებით მოხდება ისეთი ორგანიზება ამ ბაზრის, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტზე პირველ რიგში. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჯანდაცვა არის პაციენტის პირველ რიგში. თუმცა ვადასტურებ, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიები თამაშგან მდგომარეობაში დარჩნენ. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ეს კლინიკები, შევთავაზოთ ფასები და პაციენტს შეუძლია აირჩიოს ის კლინიკა, რომელიც მისთვის საინტერესოა. თუ მაგალითად ავიღებ, თუ მაგალითად კონკრეტული ოპერაცია სახელმწიფოს მიერ ფინანსირდება 70%-ით, ადამიანს თავის შესაძლებლობიდან გამომდინარე შეუძლია აირჩიოს ის კლინიკა, რომელიც მისთვის უფრო მისაღები იქნება. რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, რომელსაც დასჭირდება გეგმიური ოპერაცია, მან უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე რეგიონებში შესაბამის ოფისებს და მიიტანოს განცხადება შესაბამისი და მოცდის პერიოდი გეგმიური ოპერაციებს როგორც წესი ჭირდება ხოლმე მოცდის პერიოდი და სამინისტროში ამბობენ, რომ ეს პაციენტს განაცხადიდან 2 თვის განმავლობაში შეუძლია ოპერაციის გაკეთება. უნდა აღვნიშნო, რომ 4 თვიანი მოცდის პერიოდია დღეს მოქმედი სადაზღვეო პოლისებით, რომელთაც სოციალურად დაუცველები და პენსიონერები სარგებლობენ. კეთილი, თამუნა და მთავარი კითხვა ალბათ მაინც არის დაფინანსების მოცულობა, იმიტომ რომ როდესაც წლევანდლამდე არსებული სქემით 1 მილიონი ადამიანი იყო დაახლოებით უხეშად რო თქვა დაზღვეული, მთლიანი ბიუჯეტი ამ სახელმწიფო დაზღვევის იყო 340 მილიონი, ნუ შესაბამისად ეხლა თუ 4 მილიონია უხეშად რო თქვა დაზღვეული, უნდა ველოდოთ რომ ეს ბიუჯეტი უნდა მიაღწიოს მინიმუმ რომ შენარჩუნდეს ხარისხი ალბათ 1,200,000. როგორია მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა თუ გვაქვს ესეთი ინფორმაცია? ზუსტი ციფრი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2013 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის დაფინანსება რამდენიმე 100 მილიონ ლარში ადგენს და სხვათა შორის დღეს იყო პრეზენტაციაც რამდენიმე 100 მილიონ ლარში ადგენს ეს ბიუჯეტი? რამდენიმე 100 მილიონი, დიახ. მაგრამ იყო 340 მილიონი.
ესე გაიზარდა 3-ჯერ. ნიშნულოვნად არის გაზრდილი. და სხვათა შორის დღეს იყო პრეზენტაციაც თებერვლიდან, როგორც ცნობილია, გადაუდებელი სერვისებით სარგებლობს უკვე 2 მილიონი ადამიანი. დღეს იყო პრეზენტაცია იმ დანახარჯების, რომელიც სახელმწიფომ გაწია და თებერვლიდან პროგრამის ძალაში შესვლიდან დღემდე 6 მილიონი ლარის გადაუდებელი ოპერაციაა დაფინანსებული. კეთილი თამნა დარჩი, სადაც ხარ, იმიტომ რომ დაზღვევის ანალიზით ახლა პაატა კურტანიძე, ავერსის ხელმძღვანელი და ნიკა რამიშვილი, არქიმედეს ჯორჯიას დირექტორი შემოგვიერთებიან და დამატებითი დეტალებით დაგვეხმარები, იმედია. მოგესალმებით, ბატონებო. ჩვენ როგორც მოვისმინეთ, აი ეს არის ის პირობები, რომელზეც არის საუბარი ახალი სადაზღვევო სისტემის ფარგლებში. და პირველ რიგში მოდით ზოგად შტაბ-შტილებას კითხავთ, რამდენად კარგი პირობებია, რამე თქვა ნიუანსები თუ უკვე ამ ეტაპზე გამოჩნდა თქვენთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ როგორც ჩანს, მაინც თანაბრად არ გაიზარდა დაფინანსება, იმიტომ რომ იყო 340 მილიონი 1 მილიონი კაცის დაზღვევის პირობებში, ეხლა 4 მილიონის დაზღვევის პირობებში მილიარდი არ არის. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ასეული მილიონიო, როგორც თამუნამ თქვა, თუმცა ზუსტი ციფრი არ ვიცით. თქვენი აზრით, ვთქვათ, რამდენად ადეკვატურია ეს დაფინანსება და ის პირობები, რაზეც იყო საუბარი, არის საუბარი. ბატონ პაატათი დავიწყოთ. იმიტომ რომ თქვენ ვიცი რომ არსებული ის წინა სქემის პირობებში რაც იყო დაფინანსება არ დაგაკმაყოფილებდათ, მიიჩნევდით რომ არასაკმარისი იყო და გამოეთიშეთ ამ პროგრამას. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე რომ რაიმე არ დაფინანსდება საერთოდ არ არის, მე რამდენადაც ვიცი. რამდენად ეყოფა ხარისხიანად უზრუნველყოფას, აი მაგაზე საუბარი. ხო, ჩემი აზრით მთავრობას აქცენტი არ აქვს გაკეთებული იმაზე, რომ რაც შეიძლება იაფი დაუჯდეს, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მთავრობას არ აქვს მიზნად სამედიცინო ხარისხის შემცირება გაიაფების ხარჯზე, ანუ თვითონ პაციენტი ირჩევს კლინიკას და ძალიან კარგი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, შერჩევის მეთოდი არის პაციენტის მხრიდან, მას ექნება გადასახდელი 30%, ის რაც უფრო კარგ და ძვირიან კლინიკას აირჩევს, მეტი იქნება ეს 30%, რაც უფრო იაფიანს ნაკლები იქნება გადასახდელი. ანუ მთლიანად მინდობილია პაციენტზე, რაც ჩემი აზრით ყველაზე სწორი და ყველაზე ლოგიკურია. რაც შეეხება ლიმიტებს, რაც ხარისხი არ შემცირდება. დასახელდა თქვა ქირურგიული ოპერაციებისას 15,000 ლარამდე, ონკოლოგიური მკურნალობისას 12,000 ლარამდე. დღევანდელი ფასებით, რაც თქვა კლინიკებში, მათ შორის თქვენს კლინიკებში, ეს არის საკმარისი ადეკვატური თანხა იმისთვის, რომ ჩემი აზრით, აქ ორი რამეა გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ ეს საკმაოდ სერიოზული თანხა არის და წესით ყველა პაციენტი კმაყოფილი უნდა იყოს. მეორეს მხრივ, რის საშუალება აქვს სახელმწიფოს იქიდანაც უნდა გამოვიდეს. თუ სახელმწიფოს ექნებოდა მეტი საშუალება, მეც გააკეთებდა, ამჯერად აკეთებს იმას, რის საშუალებაც არის და მე ვთვლი, რომ ეს თავისთავად საკმაოდ კარგი შეღავათია მოსახლეობისთვის. კეთილი ბატონ ნიკას აზრიც მოვისმინოთ, ის რაც იყო თითოეულ კაცზე დაზღვევა ადრე იყო თუ არ ვცდები 10-დან 12 ლარის ფარგლებში, ეხლა საუბარია, არ ვიცი თუ შეიცვალა 5 ლარზე იყო საუბარი. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ აი ესეთი შემცირებით დაფინანსების და აი ესეთი გაფართოვების, ვთქვათ, სერვისების მაინც შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფა ხარისხიანი სერვისის. მოგესალმებით, პირველ რიგში, ძალიან ეჭვმეპარება, რომ ეს 5 ლარზე იყო საუბარი, თანხა ალბათ გაზრდილია, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეს რა თანხაზეა საუბარი. დადებითი ამაში ის არის, რომ რეალურად პროდუქტი დაიხვეწა, გაიზარდა, შევიდა გეგმიური ოპერაციები, სრულად დაიფარა ამბულატორიული ოპერაცია. რაც შეეხება თანხას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რეალურად ეს არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული, რაც არ უნდა დაждდეს სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ ეს თანხა აანაზღაუროს. ანუ შეიძლება გადაიხედოს საბოლოო ჯამში თუ საჭირო იქნება. რეალურად ბოლოს შეგვიძლია თანხაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი უნდა დააფინანსოს, აქედან გამომდინარე ბიუჯეტზე იქნება მთლიანად დამოკიდებული, ხო? ეს ერთი, რაც შეეხება ხარისხს, მე არ მგონია ფასის და ხარისხის კორელაციამ რამე დააზიანოს, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამხელა შესაძლებლობის მიცემით ამ 3 მილიონ ადამიანისთვის, ესე ვთქვათ, რამდენად გაუძლებს საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურა ამ ნაკადის ზრდას და უტილიზაციის ზრდას. რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიგები, დაავადებების გართულებები, ასე შემდეგ, რაც თავისთავად შეიძლება თუ უკვე ჩანს თქვენ გადმოსახედიდან, რომ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, აქ ამაზე საუბარი ხა ჩემს მხრიდან დილეტანტური იქნებოდა, თუმცა მე ვთვლი, როგორც კი ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან კარგია, ხელმისაწვდომობა გაიზარდა ჯანდაცვაზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ხელმისაწვდომობის გაზრდა თავისთავად იწვევს უტილიზაციის ზრდასაც, რაც თავისთავად აისახება გამტარუნარიანობაში ჩვენი
დღევანდელი სამედიცინო. კეთილი, და აგრეთვე უნდა გკითხოთ მედიკამენტების ფაზზე, მედიკამენტებზე, რომელიც არ არის შესული მათი დაფინანსება ახალ სადაზღვევო პოლისებში და თქვა სავალუტო ფონდის შეფასებაშიც ნათქვამი იყო, რომ არ წასულიყო მთავრობა ესეთი მასობრივი უფასო დაზღვევისკენ, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო ამ შემთხვევაში არსებული ბიუჯეტში შეტანა წამლების ფასებზე, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მცირდება ეს ფასები, მაინც ლომის წილი მოდის სამკურნალო ხარჯების. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი მოსაზრება რა არის აი ამ თემაზე? რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ აი რაღაც წამლის დაფინანსება შესულიყო. ბატონ ნიკავს კითხავ პირველად. თავისთავად, უდესაც ჩვენ საუბრობთ ყოველ შემთხვევაში პენსიონერებზე, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ან უმწვევებზე, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მედიკამენტის მომენტი იყოს ჩართული, იმიტომ რომ რეალურად ამბულატორიული მკურნალობა და დაავადების პრევენცია დიდწილად არის დამოკიდებული მედიკამენტური მკურნალობაზე, სადაც თავისთავად ცხადია, თუ იქნება ჩართული მედიკამენტური მკურნალობის ანაზღაურება, მედიკამენტების ანაზღაურება, ეს ძალიან მნიშვნელოვნად დაეხმარება. საშუალო ქვითარში, რაც თქვენი გადახდა გიწევდათ როგორც სადაზღვევო კომპანიას და გიწევთ დღემდე, დაახლოებით საშუალოდ რა პროცენტი მოდის მედიკამენტებზე? იმის გამო, რომ მედიკამენტების დაფინანსება ხდება, ესე ვთქვათ, ესენციური ნუსხით და შეზღუდული რაოდენობით, აქ არ არის საუბარი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან წილზე, თუმცა მე რასაც ვსაუბრობ, არის ის, რომ გაიზარდოს ეს სია, ან გაიზარდოს თანადაფინანსება, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შესყიდვის უნარის გაზდას და რაც თავია თუ ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ესე იზრდება ამბულატორიული მომსახურება, ანუ ამბულატორიული დაფარვა სახელმწიფოს მიერ, თავისთავად იგივე იყოს ჩართული მედიკამენტების დაფარვა ძალიან კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. მეორე არის რამდენად თუ შეიძლება ერთი შეკითხვა, სადაზღვევო სექტორი ელოდებოდა ამ პირობების გამოქვეყნებას და ამბობდნენ, რომ ის მოცვა, რასაც დაფინანსება გააკეთებს, რასაც სახელმწიფო გააკეთებს, ძირწილად იყო დამოკიდებული შემდგომი ბედი სადაზღვევო კომპანიებისა. ეს პროექტი, ეს გეგმა თითქმის იგივეა, რაც არის პენსიონერების დაზღვევა და სოციალურად დაუცველების დაზღვევა. რამდენად რჩება ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიების ადგილი ქართულ ბაზარზე, როგორ შეაფასებთ ამას? კორპორატიული დაზღვევა რამდენად იმუშავებს? რომ სადაზღვევო კომპანიები დარჩებიან, ალბათ აქ არის საუბარი იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელსაც ანხორციელებს დღეს სადაზღვევო კომპანიები, თუმცა აღნიშნული პროდუქტის უკვე დაწყებისთანავე ჩემი პროგნოზი ესეთია, რომ საკმაოდ შემცირდება კორპორატიული დაზღვევის წილი ზოგადად სადაზღვევო ბაზარზე, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც ეხა 1 ივლისიდან იქნება დანერგილი, ხელს აძლევს ნებისმიერ საქართველოს მოსახლეს, რომ მინიმალური თავის დაფარული ბაზის თავი დაიცვას. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა, ალბათ მეც და ჩემი თანამშრომლებიც გავუქმებთ კორპორატიულ დაზღვევას, იმის გამო, რომ რეალურად სახელმწიფო იქნება ამ ყველაფრის მიმწოდებელი და 50%-ის გადახდა ალბათ ისე არ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე, როგორც დაზღვევაში გადახდილი თანხები. შესაბამისად, ჩემი აზრით, კორპორატიული სეგმენტი ძალიან შემცირდება, რაც თავისთავად აისახება სადაზღვევო ბაზარზე. კეთილი და ბატონ პატას. თქვენი აზრით, კომპანიები შეწყვეტავენ ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებთან აქვს დაფარებული, იგივე კერძო კომპანიები, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს იცით რა, უმეტესობა კერძო კომპანიების, რომლებიც რეალურად დღეს აფორმებენ ხელშეკრულებას, პრემია იქ არის დაახლოებით 15-20 ლარის ფარგლებში, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მათ თანამშრომლებს ექნება ეს დაფარვა, თავისთავად ცხადია, მათ ექნება საშუალება იმისა, რომ შეწყვიტონ რეალურად კონტრაქტი, ან გააფორმონ დამატებითი რაღაც პირობებზე ძალიან მცირე დამატებით, ну, იქ არის საუბარი ალბათ 30%-ის თანაგადახდის დაფინანსებაზე, რაც ძალიან მცირე იქნება, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად კორპორატიული სეგმენტი არ იარსებებს. კეთილი, აი ამ სიტუაციაში ბატონ პატას მიმართავა იყო მოწოდება, თქვათ, შემოთავაზება, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის მინისტრიდან, ისგან რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის რჩება ადგილი და თუ მათ სურვილი აქვს შეუძლიათ შემოერთեն ამ პროგრამას, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ იყავით იქ და გამოხვედით. რა შემთხვევაში ფიქრობთ, რომ შეიძლება დაბრუნდეთ? მით უმეტეს იმ ფონზე, თუ კი ეს ბაზარი დაპატარავდა ახლა ვთქვათ კომერციული ნაწილისთვის, რადგანაც აქ გლობალური დაზღვევა შემოვიდა, დიახ, უფასო. ახლა ავერსის სადაზღვევო კომპანია ალფა გამოვიდა ერთადერთი პროექტიდან, ეს არის 218 დადგენილება უმწეოთა, მოკლედ რო ვთქვათ,
დაზღვევა, თორე ჩვენ ვაგრძელებთ 175 ადგილებით, ეს არის პენსიონერები და 6 წლამდე ასაკის ბავშვები და თბილისზე იყო იმდენად დაბალი პრემია, რომ შეუძლებელი იყო 3 წლის შემდეგ კიდევ ზარალზე გაგრძელება და ამიტომ როცა გავიდა ესეთი პრემია ვადა თქვენ შესთავაზეთ ბატონო პაატა თავის დროზე სახელმწიფოს. არა, ჩვენ მაშინ სადაზღვეო კომპანიები მოგიწოდებდნენ, რომ ეს იყო დემპინგური ფასი და ამ ფასით შეუძლებელი იყო საქმიანობის განხორციელება. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ფასი ჩვენ არ შეგვითავაზებია. ჩვენ მოვიგეთ 2010 წლის აპრილში სულ სხვა ფასით და ეს ყველა სადაზღვეო კომპანიამ ძალიან კარგად იცის. საერთოდ ყველა სადაზღვეო კომპანიამ მოიგო უფრო მაღალ ფასში, ეს იყო 15 ლარის საწყისი ფასი და ცოტა ნაკლები ფასები იყო ტენდერის ღია აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მთავრობამ იმპერატიულად დაგვიდო ფასები, რომელზე უარის თქმის საშუალება არ ჰქონდა. რეგიონში ყველგან დაიდო ერთნაირი ფასით 11 ლარი, ხოლო თბილისში 970 იმ მოტივით, რომ თბილისში არ იყო ვალდებულება ახალი კლინიკის აშენების. თუ პლუს ამას გადაიხედა, შემდეგ ახალი პირობები დაემატა. ამას დაემატა ის, რომ თქვენს ერთ-ერთ გადაცემაშიც იყო საუბარი, რომ 3 წლის განმავლობაში 35 ცვლილება შევიდა და დაემატა ინფექციური დაავადებები, პალიატიური მოვლა, სახლში მოვლა და ძალიან ბევრი რამე, ისე რომ პრემია რჩებოდა უცვლელი. სამწუხაროდ არანაირი გაპროტესტების საშუალება ამისი არ იყო და ჩვენ რომ იტყვიან ვაშკაცურად 3 წელი ალფამ გაუძლო ამ ზარალს და ვინა იყო სურვილის შემთხვევაში საშუალება რომ გავაგრძელებინა, მაგრამ ჩვენ ვერ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ზარალი იყო ძალიან ზარალი იყო. ყველა სხვა პროექტში ალფა რჩება აბსოლუტურად, კორპორატიული დაზღვევები 50 კომპანია ყავს დაზღვეული და ყველას აგრძელებს და პირიქით ჩვენ რამდენიმე დღის წინ ახალი სერვის ცენტრი გავხსენით, ალფა ფართოვდება, გააგრძელებს მუშაობას, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ბაზარზე იქნება სიტუაცია. ფინანსური პრობლემები ზოგადად არის თუ არა კომპანიაში, აი იმის გამო რომ ზარალი ნახეთ ერთ მხარეს, მეორე მხარეს იყო ვალდებულებების შესასრულებელი და ასე შემდეგ. არა, ალფა რომ მარტო ყოფილიყო შექმნილი, რა თქმა უნდა, მას ექნებოდა ფინანსური პრობლემები, ვინაიდან ჰქონდა ზარალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ალფას დამფუძნებელი არის კომპანია ავერსი, რომელსაც მერცხალობით აქვს ფინანსური საშუალებები, ალფას არანაირი პრობლემა ამ ხრივ არავისთან არ აქვს. თუმცა ასეთივე ბალანსის საშუალება აქვს თქვენს უმთავრეს კონკურენტ PSP-ს და არის თქვა გავრცელდა ეს ხმები, რომ კომპანიას აქვს რაღაც გარკვეული ფინანსური პრობლემები არსებული სქემის ფარგლებში დაზღვევის. ამაზე თვითონ კომპანია არ საუბრობს, თუმცა PSP-ზეა საუბარი. იქიდან დაითხოვეს ძალიან ბევრი თანამშრომელი ბოლო პერიოდში და ისინი საუბრობენ ამაზე და დაზღვევის ასოციაციაშიც აქვს ესეთი ინფორმაცია, შეგვიძლია მოვისმინოთ. ეს არ ყოფილა მათი ფოკუსი და მათი მთავარი სფერო საქმიანობის. ამიტომაც ალფა იოლად გავიდა, შეასრულა თავისი ვალდებულება 2010 წელს აღებული, იზარალა, ეს დაწერილია და გავიდა. PSP დაზღვევა არ ყოფილა სახელმწიფო პროგრამებში ჩაბმული, ეტყობა თუ თქვენ გაქვთ ესეთი ინფორმაცია რეალური, ჩვენს გვესმის, ესე ვთქვათ, ჭორის სახით, ისინი ადვილად გადაწყვეტენ ამ პრობლემას. ანუ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაც თქვენ ბრძანეთ, თქვენ გქონდა დაბალანსების საშუალება და დააბალანსეთ, ვისაც არ გქონდა დაბალანსების საშუალება, იმიტომ არ იყო სახელმწიფო პროგრამაში, შეექმნა ესეთი ფინანსური პრობლემები და ვინც არის სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ მაინც არ აქვს დაბალანსების საშუალება, მათთვის როგორი იქნება პროგნოზი, ბატონ ნიკას ვკითხავთ თქვენი კომპანიის გადმოსახედიდან, როგორ ჩანს თქვენი მომავალი, რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და დაგემშვიდობებით. დავამატებ ერთს, რომ სხვათა შორის დღეს მინისტრმა განაცხადა და უკმაყოფილებაც გამოთქვა სადაზღვეო კომპანიების მიმართ იმ კუთხით, რომ დაფინანსება იგუიანებს საავადმყოფოების და მან აღნიშნა, რომ კვირა არ გავავალ, რომ საავადმყოფოდან რომელიმე საავადმყოფო არ გაიწევს. ფინანსური პრობლემები. რეალურად ამის ახსნა მრავალნაირად შეიძლება. პირველი რაც აქამდე საუბრობთ ის, რომ პრემია არის დაბალი და არ ყოფნის დაფინანსებას, ეს ერთი. მეორე იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებით ინვესტიციები, ამისთვის საჭიროა კაფეოთ ვიცოდეთ სახელმწიფო პოლიტიკა და ის გეგმები, რა მიმართულებით მიდის სადაზღვეო კომპანიები, იმის გამო რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწირი ინფორმაცია ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის განვითარება რა მიმართულებით მიდის, ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ ჭირს დღეს და აქედან გამომდინარე რჩება ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით ვასრულებთ შეძლების დაგვარად, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვევა ზუსტად რა მიმართულებით მიდის სახელმწიფო, მერე მოხდება უკვე ალბათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. გარკვეული შიშები არსებობს მომავლის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ ყველას წარმატებას, მადლობა ამ ანალიზში მონაწილეობისთვის.
რეკლამის შემდეგ, რატომ ატოვებინებენ საქართველოს ასობით აფრიკელ და აზიელ სტუდენტს, მათი უმეტესობა აქ მედიცინას სწავლობდა, ათობით სასწავლებლის შედეგად შემოსავლის დიდ ნაწილს კარგავს. და რატომ რჩება უყურადღებოდ მევახშეობის პრობლემა, ათასობით დაზარალებულს დახმარება საარჩევნოდ პირდებოდნენ, თუმცა დღეს ზოგიერთ სახლს ართმევენ იმ ვალში, რომელიც მას საერთოდ არ აუღია. დაგველოდეთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს, უცხოელი სტუდენტების შემოდინება საქართველოში 10 წელია დაიწყო და ამ პერიოდში მათი რიცხვი გასამაგდა. თითოეული საშუალოდ $2,500 უხდის სასწავლებელს ყოველწლიურად, თუმცა ამ შემოსავალს ახალი სეზონიდან ისინი სავარაუდოდ ვეღარ მიიღებენ, რადგან სტუდენტებს ქვეყანაში ან აღარ უშვებენ, ან ვიზას აღარ უგრძელებენ. თუმცა აკაკი ფულს გარდა სტუდენტების შემოდინებას კიდევ ერთი ეფექტი ქვეყნის პოპულარიზაციის მხრივ ჰქონდა. ამერიკა მაგალითად ყოველწლიურად ასობით მილიონს ხარჯავს, რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტები მიიწვიოს და მათი კეთილგანწყობა შექმნას. ჩვენთან კი თავისი ხარჯით ჩამოსულებს ამჯერად უკანაბრუნებენ. ნიგერიელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტში 1 წლის წინ ჩაირიცხნენ, მაგრამ მომავალი სეზონიდან სწავლას ვეღარ გააგრძელებენ. სერვისების განვითარების სააგენტო საერთაშორისო სტუდენტებს ვიზებს არ უგრძელებს. ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო სასწავლებლად სხვა ქვეყანაში წამოსვლა და ახლა ვიზის გაგრძელებაზე უარი მივიღე. უნივერსიტეტის იურისტი დამეხმარა და 1 თვის განმავლობაში კიდევ მაქვს საქართველოში ყოფნის უფლება. უნდა გავასაჩირო გადაწყვეტილება, რადგან დიდი ფული მაქვს უკვე დახარჯული და უდიპლომოდ უკან დაბრუნება არ მინდა. საქართველოში გასულ წელს ჩამოვედი და ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობ. არ ვიცი რატომ მითხრეს უარი ვიზაზე. ეს არ არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. არასოდეს მქონია პრობლემა პოლიციასთან. ძალიან ცუდად გრძნობ თავს იმის გამო, რომ მალე აქ არალეგალად გამომაცხადებენ. 1 წლის განმავლობაში 10,000 დავხარჯე. გამოდის ფულით დავკარგე და დროც. დროებითი ბინადრობის მოწმობას ვადა გაუვიდა და ქართულ მხარეს გაგრძელებისთვის მივმართე. სამწუხაროდ უარი ისე მივიღე, რომ არც კი ამიხსნეს რა დავაშავე. მითხეს სხვა დროს ცადე ან შენს ქვეყანაში დაბრუნდიო. აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან სტუდენტები საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების მოწვევით ჩამოდიოდნენ და ორდინალურ ვიზებს საზღვარზე იღებდნენ. ბოლო რამდენიმე თვეა საერთაშორისო სტუდენტების შემოყვანა გართულდა, რადგან ორდინალური ვიზები აღარ გაიცემა. აბიტურიენტს იმ ქვეყნებში ჩასვლა უწევთ, სადაც საქართველოს საკონსულოა. შემდეგ ვიზის მისაღებად 2 თვიანი მოცდა. ეს ხარჯებს ზრდის და ქართულ უნივერსიტეტებს სტუდენტებს აკარგვინებს. საიდანაც ჩვენ შეიძლება სტუდენტები მოგდიოდნენ. ეს არის მესამე ქვეყნები ან განვითარებადი ქვეყნები, ეს არის კამბოჯა, ნიგერია, პაკისტანი, საერთოდ აფრიკის ქვეყნები, გარდა ნიგერიისა, ტანზანია და სხვები. და აქ ჩვენ ხშირად არ გვაქვს საკონსულოები, საელჩოები და წარმომადგენლები. რატომ მოდიან ისინი ჩვენთან? იმიტომ რომ ჩვენთან სწავლის გადასახადი უფრო იაფია. აი უკვე ბულგარეთმა, პოლონეთმა იქ აწიეს სასწავლის გადასახადი და იქ 5,000 ევრომდია და ჩვენ უფრო მიმზიდველები ვართ ამ ნაწილისთვის ნიგერიელი თუ აფრიკელი თუ სხვა აზიელი ახალგაზრდების. ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკიდან წელიწადში 200-ზე მეტი სტუდენტი შემოყავდა გლობალურ და საგანმანათლებლო ინსტიტუტს. თუმცა ოქტომბრის შემდეგ ორგანიზაცია გაჩერებულია. პრობლემები აქვს გასულ წლებში მათ მიერ ჩამოყვანილ უცხოელებსაც. ოქტომბრის თვიდან ფაქტობრივად ვიზები აღარ გაიცემა და ვეღარ შემოდიან უცხოელი სტუდენტები. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რა ქნას ახლა ამ სტუდენტმა რატო ვერ იღებს ვიზას, იმიტომ რომ შავკანიანია? ხო არ შეიძლება ესეთი რაღაცა. თუ ვინმე რამეს აშავებს, პირველი ჩვენ ვიქნებით იმის მომხრე, რომ ეს სტუდენტები გავაძევოთ, გავადეპორტოთ ქვეყნიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სტუდენტების სტატუსის მქონე უცხოელები ხშირად სასწავლებლებში საერთოდ არ დადიან და გაურკვეველ საქმიანობას ეწევიან. გახშირდა შემთხვევები, როცა კონსულთან გასაუბრების შემდეგ აპლიკანტი ვიზიტის განსხვავებულ მიზეზს ასახელებს. ასევე ხშირად არ გააჩნიათ საცხოვრებლად საჭირო თანხა. შესაძლო დეპორტაციის და მასთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანა მკაცრად გააკონტროლებს ვიზიტორების დოკუმენტაციას. გვაქვს თქვათ იმ მონაცემები, როდესაც მათ უკვე აღარ სწავლობენ დაწესებულებებში, თითქოს უნდა ქონდეთ დატოვებული საქართველოს ტერიტორია და არა აქვს დატოვებული საქართველოს ტერიტორია
და ყოფილა შემთხვევები, როდესაც საბუთების შემოტანის მომენტისთვის, თქვათ, მოხდარა გასაუბრება ამ სწავლის მსურველ პირებთან და მათ უცხო მიზნები დაუსახელებიათ მგზავრობის. ის რომ მას მარტო სწავლის თანხა დაფარული აქვს, არ აძლევს გარანტიას არავის რომ მიიღებს სასწავლო ვიზას, თუ არის მთელი რიგი სხვა გარემოები, რაც უნდა დააკმაყოფილოს. უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაცია ოფიციალურ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კერძო უნივერსიტეტები უღირსი სტუდენტების დეპორტაციის ხარჯების საკუთარ თავზე აღების გეგმაზე მუშაობენ და სახელმწიფოს უცხოელი სტუდენტების შემოყვანაში დახმარებას თხოვენ. პრობლემები ექნებათ ირანელ ვიზიტორებსაც, მართალია ამ ქვეყანასთან საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს, მაგრამ ირანელები ამბობენ, რომ საზღვარზე შემოსვლისას მათ წინასწარ დაჯავშნულ სასტუმროს ნომრებს თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღარ უშვებენ. ირანელების განცხადებით, მსგავსი შეზღუდვა აქამდე საქართველოში არასდროს ხდებოდა. ამასთან იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ბანკებში გაყინულია 150 ირანელი ბიზნესმენის საბანკო ანგარიში, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან კავშირში არიან ჭვიტანილნი. თავრობას უყურადღებოდ რჩება მევახშეების პრობლემა, რამაც არაერთი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. მევახშეებისგან დაზარალებულებს დახმარებას საარჩევნოდ პირდებოდნენ, თუმცა დღეს ზოგიერთს უკვე სახლკარსაც ართმევენ და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სესხი საერთოდ არ აუღიათ. ბარნაბიშვილების ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან მათ ბინას აუქციონზე გაყიდვა ემუქრება. ოჯახი თაღლითური გარიგების მსხვერპლი აღმოჩნდა. ბარნაბიშვილებმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტეს და განცხადებაც გამოაქვეყნეს. განცხადებას მარინა ჩინჩალაძე გამოეხმაურა, რომელიც ოჯახს ბინის მყიდველად, სხვა სახელით და გვარით გაეცნო. მოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი. ბევრი მოდიოდნენ, მაგრამ ეს რაღაცა განსაკუთრებით მოეწონა ეს ბინა და შევთანხმდით $120,000. ბინა საკმაოდ ესე ვთქვათ, იტანს ამ თანხას, მეტი ძღირს და დაგვთანხმდა. და მეორე საღამოს ამოიყვანა 3 ქალბატონი. ესენიო ჩემი ახლობლები არიანო, ამათაცო ვანახებო. დაიარეს უცებ 5 წუთში ეს ბინა. შემდეგ წავიდნენ და დამირეკა რომ არავის არაჩვენო თუ მომეწონა ბინაო და მეო ბეს დაგიტოვებთ. დაგვიტოვა ბე. კარგად მოფიქრებული გეგმის სისრულეში მოყვანაც ამის შემდეგ დაიწყო. მარინა ჩინჩალაძემ ბინაში მევახშეები მიიყვანა, რომლებიც კანონიერ ფლობელს ამხაზველებად გააცნო და ქონება იპოთეკით ისე დატვირთა, ბარნაბიშვილები ვერაფერს მიხვდნენ. მოგვიანებით კვალის არევის მიზნით მევახშეთა პირველ ჯგუფს მეორე ჩაენაცვლა. მე ვიცოდი რომ ამზომებლები უნდა მოსულიყვნენ რა. ნახე სახლი და ქვითრები თუ შეიძლებაო და რა შეგჭირდებათ მე ვთქარ როდის აქეთია თქვენ და ეგრეა საჭიროა და ეხლა მე არ ვიცი შეიძლება მართლა დააჭირდებათ ეხლანდელ დროში ეგ ვიფიქრე მე უბრალოდ რა და ანახე ეს ქვითრები და კარგი ყველაფერი გასაგებია მოვალთო და წავიდე მე დარწმუნებული ვარ რომ ესენი შეკრულები იყვნენ აბა ეხლა იპოთეკარი როცა მოდის და გეკითხება რა გადამხდელი ხარ არა ხარ გადამხდელი რა თქმა უნდა ეს ხო მოლაპარაკება ამაში ვარ დარწმუნებული ნამდვილად როგორც შემდეგ გაირკვა ნოტარიუსმა დაჯგუფების ერთ-ერთ წევრზე სკაიპის მეშვეობით მინდობილობა ისე გასცა, რომ დამატებითი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია. ბინის მეპატრონე ფიქრობს, რომ როგორც ნოტარიუსი, ასევე მევახშეებიც ერთიანი სქემის მონაწილეები არიან. ვითომ ჩემი მეუღლე იმყოფებოდა კიევში და იქიდან სკაიპით თავის რძალს მისა მინდობილობა. ჩემი ქმარი არის დედისერთა, არც დაყავს, არც ძმა ყავს. მისა ეს მინდობილობა და მინდობილობით ჩადეს ბინა იპოთეკაში. ყველაფერი დამტკიცებულია. აი ეს არის ის ადამიანი, რომელიც არის ვითომ და ჩემი მეუღლე და ნოტარიუსს გადაუხადა $2,000. ეს მარინა ჩინჩალაძე ამას თვითონ აღიარებს. $2,000 გადაუხადა ერთხელ და მე კიდე რაღაც $700 თუ რაღაც. თაღლითების ერთი ნაწილი უკვე სასჯელს იხდის, როგორც აღმოჩნდა მათ ბადეში სხვა კერძო მესაკუთრეებიც გააბეს. იპოთეკარებმა კი ფულისთვის ბარნაბიშვილებს მიაკითხეს. საქმე სასამართლოში გაგრძელდა და უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ეს მევახშეები მე მაგათ იპოთეკარებს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ესენი არიან კერძო მევახშეები. უნდა გამოიძიოს ბოლოს და ბოლოს ამათი საქმიანობა, რომ რა სქემით მოღვაწეობენ, როგორ ართმევენ ამ ბინებს, საერთოდ რო არ ყითხულობენ არაფერს, ამ თაღლითობით რო აპირებენ პიროვნება, რომელიც 52,000 ჩადებს ბინაში და არ იკითხავს, ან როგორ გადაიხდი, ან რანაირად გადაიხდი და მერე უკვე ცხვირწინ აგიფრიალებს ქაღალდს, რომ ესე იგი ეს არის ჩემი ბინა, ნუ არ ვიცი, ეს არის მე მგონი საქართველოს ტკივილი. ვითხოვთ რომ აი ეს ბურდილაძის ეს მინდობილობა გაუქმდეს და პარალელურ რეჟიმში გაუქმდეს სელიშო შიხიაშვილის მიერ გაცემული სანოტარო აქტი. აი მაგას ვიტყობ ჩვენ, სამი შვილი მრჩება ქუჩაში, იმათ თუ შვილები ყავთ, ჩემი შვილები არ არიან, ბავშვები არ არიან, ცხოვრებას მინგრებენ.
ჩვენ ანდრო როსტევანიშვილს ოფისში მივაკითხეთ. იპოთეკარი ამბობს, რომ ისიც მოატყუეს და კუთვნილ ფულს ითხოვს, რომელიც ბინის გაყიდვის შემთხვევაში ერგება. ანდრო როსტევანიშვილს ვეძებთ. თქვენ ბრძანდებით? ბინას არავინ არ კარგავს, მაგისი წელი არავინ არ არის რა. რომ მე თვითონ მოტყუებული ვარ, მე თვითონ დაზარალებული ვარ და რა სასამართლო გადაწყვეტოს. ჩვენ დაგვირეკეს მივედით ნახეთ ეს ბინა. ჩვენ გავაკეთეთ ეს რა ვთქვი ხა ჩემთვის ეს ხი იყო ჩადება. მე საიდან ამცოდნიყო. მევახშეების ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტის მოთხოვნა სამართლიანია, რადგან მოქმედი კანონის მიხედვით პირველ რიგში იპოთეკარის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. სოფლიოში და ჩვენთანაც დამკვიდრებული რომ ამ დროს დავაწყდება თუ უძრავი ნივთია კეთილსინდისიერი იპოთეკარის სასარგებლოდ და არა კეთილსინდისიერი მესაკუთრის სასარგებლოდ. მორალურად შეიძლება თქვა რომ ვაიმე ადამიანს ბინა წაართვეს, მაგრამ აბა სხვანაირად ნახეთ, თქვენ იყიდეთ ბინა და აღმოჩნდა რომ ადრე ეს ბინა გაყალბებულია საბუთებით, თქვენ რა დააშავეთ? ენდეთ საჯარო სამონადეს მიხვედით ბინაში, იყიდეთ ბინა და აღმოჩნდა რომ ადრე ვიღაცას გაუყალბებიან. თაღლითების სახელზე ქონება არ ირიცხება, ამიტომ მევახშესთვის გაცილებით მარტივია ფული ბინის ფლობელისგან ამოიღოს. მით უფრო რომ ამის საშუალებას მას კანონიც აძლევს. დაზარალებული კი საბოლოოდ ისევ მოტყუებული ბინის ფლობელი რჩება. ბარნაბიშვილები დახმარებას იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას თხოვენ. კერძო მევახშეებს ანუ იპოთეკარებს ამ დროისთვის არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა მათ ფინანსურ საქმიანობას არ აკონტროლებს, ბანკებიც დაზარალებულებთან ერთად და მიკროსაფინანსოებიც მოითხოვენ უკვე კარგი ხანია გარკვეული კონტროლის მექანიზმები შეიქმნას, თუმცა ჯერ ეს ადგილზე არ არის. და ბოლოს კიდევ ერთი ინფორმაცია. თბილისის მერია აპირებს სასამართლოში უჩივლოს ცენტრპოინტს 11 მილიონი ლარის გამო, რომელიც დექსუსმა ისესხა და ახლა მაერჩეულიშვილმა უნდა გადაიხადოს, რადგან მან კომპანიის მმართველობა უკან დაიბრუნა. მერია მზად არის დიალოგზეც, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. არჩეულიშვილი აცხადებს, რომ ეს სესხი დექსუსს მასთან არ შეუთანხმებია. თანხა უნდა დააბრუნოს სავარაუდოდ თუ დღევანდელი მდგომარეობით ცენტრპოინტმა გაწყვეტა ხელშეკრულება დექსუსთან დააბრუნოს თანხა ცენტრპოინტმა, იმიტომ რომ ის მართველი კომპანია იყო დექსუსი და მართავდა ცენტრპოინტის ქონებას. ასე ჩვენ უკვე წერილობით მივართეთ ცენტრპოინტის ხელმძღვანელობას, რათა მათ დროულად ვაცნობეთ, რომ ვადა გავიდა მათ თანხის დაბრუნების და ვთხოვეთ, რომ გონიერებადაში დააბრუნონ თანხა. ჩვენ რომ დავჩენილიყავით აპრილის ბოლომდე ჩვენ მართვაში ამ ცენტრპოინტის მართვაში ცენტრპოინტი ძალიან ყოველგვარ სირთულეების გარეშე მოახერხებდა ამ შექმნილი კაპიტალით მიღებული სარგებლიდან ამ სესხის უკან დაფარვას. კერძოდ ამ თანხების მოხდა სააკაძის პროექტის მესამედან მეათე კორპუსამდე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, თანხა დაიხარჯა ასევე ბათუმის მაგნოლიაზე, ჭავჭავაძისზე მდებარე შავსახლზე, დიდი ღმის 5-ვე კორპუსი, ხოშარაულის პირველ კორპუსი ამ შენობაში რომელიც დასრულებულია წყნეთში მშენებარე ობიექტზე და ასევე მოსკოვის გამზირზე მდებარე თეთრსახლში. მსგავსი სასამართლო პროცესი 7.5 მილიონის სესხის გადაუხდელობის გამო ცენტრპოინტს ბათუმის მერიასთანაც აქვს, თუმცა მაერჩეულიშვილი აცხადებს, რომ იქ სავარაუდოდ საქმე მორიგებით დასრულდება. დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი არ დაივიწყოთ, გვეწვიეთ Facebook-ზე, ჩვენს გვერდზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.